პროექტის კოდი არსებობის განმავლობაში არაერთ ეპიზოდში მისაუბრია ძველი და დავიწყებული ცივილიზაციების შესახებ მრავალ კონტექსტში. რამდენი ცივილიზაცია არსებობდა ჩვენამდე? მხოლოდ ვარაუდი შეიძლება გამოვთქვათ. მასალები, რითაც უძველესი ქალაქები შენდებოდა, რაც არ უნდა გამძლე ყოფილიყო სერიოზული კატაკლიზმების ეროზიის და ათობით ან შეიძლება ასობით ათასი წლის შემდეგ ჩვენამდე მაინც ვერ მოაღწევდა. თუმცა ერთი რამ ნათელია და ამას უკვე ვეღარავინ უარყოფს, ვინც ჭკუად მყოფელია და არა ფანატიკოსი, არც მეცნიერების და არც რელიგიური სამყაროდან, რომ კაცობრიობის ისტორია ის არ არის, რაც აქამდე გვასწავლეს და ის იმდენად ძველია, რომ სიღრმეში ჩაწვდომა შეუძლებელია. ამ ეპიზოდში მე არ ვისაუბრებ ერთ კონკრეტულ საკითხზე ან ცივილიზაციაზე, თუმცა ფოკუსში იქნება ატლანტიდა, როგორც უტყუარი მტკიცებულება ისტორიული და მითოლოგიური თვალსაზრისით. მოკლედ, ვსაუბრობ ძველ ცივილიზაციებსა და მათ არტიფაქტებზე, რომელთაც პერიოდულად პოულობენ ხოლმე. შუა საუკუნეების ევროპულმა ამპარტავნობამ აზიის, ამერიკის და აფრიკის მკვიდრ მოსახლეობასთან მიმართებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მეცნიერული ცნებების ჩამოყალიბებაში, რომლითაც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ. ზეპირსიტყვიერება და ლეგენდები, როგორც ზღაპრები ან ფანტაზიები აღიქმება, როგორც რეალობასთან შეუსაბამო. ამასობაში კი უამრავი ფოლკლორისტი, ეთნოგრაფი და მითოლოგი ირწმუნება, რომ ნამდვილი ატლანტიდა ოდესღაც სწორედ აფრიკაში იყო. მისი მდებარეობა ცნობილი არ არის. მაგრამ ამტკიცებენ, რომ ათობით ან შეიძლება ასობით ათასი წლის წინ ეს აფრიკული სამყაროს ცენტრი იყო, მისი კულტურული, სავაჭრო და რელიგიური დედაქალაქი. ტბის ცენტრში აშენებული უზარმაზარი დასახლება ასობით ნაგებობას მოიცავდა. ქალაქს ტერასები ჰქონდა, რომლითაც გადაადგილება სხვადასხვა უბნებს შორის შეიძლებოდა. ის პირობითად რაიონებად იყო დაყოფილი, სადაც მეთუნეები და მქსოველები, კუნალები და შამანები, მეთევზეები და მონადირეები, მცენარეების შემგროვებლები და ქვებზე და ხეზე მუშაობის ოსტატები ცხოვრობდნენ. იქ კონტინენტის რეგიონიდან ამა თუ იმ ტომის წარმომადგენლები ჩამოდიოდნენ. ერთნი იმისთვის, რომ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ევაჭრათ, სხვები კი ქალაქში საცხოვრებელი ფართის მოძებნას და იქ დასახლებას ცდილობდნენ. სხვადასხვა შეფასებით ქალაქში 600-მდე შენობა იყო, რომელშიც ცხოვრება 200-მდე კაცს შეეძლო. ყველა ტომს საკუთარი შენობა ჰქონდა, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ის მრავალრიცხოვანი იყო, მაშინ მას რამდენიმე შენობას აძლევდნენ. მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ ეს ყველაფერი უფასო იყო. სახლის სანაცვლოდ ტომს ხელობის შესასწავლად ახალგაზრდა მამაკაცები და გოგონები უნდა გამოეყო, რომ მათ შემდგომში ქალაქის განვითარებაში შეედანათ წვლილი და მისი სტაბილური ფუნქციონირება უზრუნველეყოთ. ბევრი მკვლევარი, რომელმაც უძველესი აფრიკული მითები შეისწავლა, დარწმუნებულია, რომ ჯუნგლებში მიწის ქვეშ გრანდიოზული შენობების ნანგრევებია. ჰიპოთეზაც კი არსებობს კაცობრიობის წარმოუდგენლად განვითარებული მოწინავე ცივილიზაციის შესახებ, რომელიც აფრიკაში იყო. სერიოზული კატაკლიზმების ან ომის გამო ქალაქების და მისი მოსახლეობის განადგურება მოხდა. გადარჩენილები კი ქვის ხანაში აღმოჩნდნენ და დღემდე ცივილიზაციისგან მოშორებით ავტონომიურ დასახლებებში აგრძელებენ ცხოვრებას და წინაპართა ცოდნას მითების და ლეგენდების სახით თაობიდან თაობას გადასცემენ. ახლო მომავალში ფრანგი და იტალიელი მეცნიერები აპირებენ აფრიკის ჯუნგლების სკანირებას და სავსებით შესაძლებელია, რომ მალე ადგილობრივი მითები ჰიპოთეზად გადაიქცეს, რომელიც აფრიკის კონტინენტის ისტორიის გადაწერის საფუძველი გახდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ლინგვისტების აზრით აფრიკული ენების 90% ერთი ფესვიდან მოდის. იქნებ სწორედ ეს იყო იმ დასახლების მცხოვრებთა ენა. შუმერებამდე ერთადერთი უძველესი ცივილიზაცია, რომლის შესახებაც კონკრეტული მონაცემები არსებობს, ატლანტიდა არის. მის შესახებ პლატონი ყვებოდა თავის დიალოგებში, ტიმეოსსა და კრიტიაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ის ერთადერთი წყაროა ატლანტიდის ცივილიზაციის შესახებ, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. როგორც ცნობილია, პლატონი არ გამოირჩეოდა დიდი ფანტაზიის უნარით და ამიტომ მისი ნდობა შეიძლება. მით უმეტეს კრიტია ეთნოგრაფიული ბალადა კი არა ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით შექმნილი ნაშრომი არის. ატლანტიდის არსებობის ყველა დანარჩენი ფაქტი ნათემხილველების მონათხრობია, ეგრეთ წოდებული საინფორმაციო ველებთან კონტაქტის შემდეგ. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია შესაძლებელია მოგონილიც კი იყოს, მაგრამ სწორედ მათი წყალობით გაჩნდა ისეთი მეცნიერება, როგორიც ატლანტოლოგია არის.
უფრო მეტიც არსებობს ინსტიტუტები, რომლებშიც ატლანტების ცივილიზაციას სწავლობენ და ყველა ატლანტოლოგს საკუთარი ვერსია აქვს ატლანტების ცხოვრების და მათი ქალაქ-სახელმწიფოს დაღუპვის შესახებ. დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობს კამათი იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენდა უძველესი მუ, ლემურია, ჰიპერბორე, ატლანტიდა და სხვა მითიური კონტინენტები. იყო თუ არა დასახლებული გონიერი არსებებით და არსებობდნენ თუ არა ჩვენი ცივილიზაციის გარდა სხვა ცივილიზაციები დედამიწაზე. ყველაფერი, რასაც ყვებიან, ძალიან საინტერესო არის, მაგრამ მტკიცებულებები დიდად არ გააჩნიათ. როგორც პლატონი წერდა, ატლანტიდა მდებარეობდა ატლანტიკის ოკეანეში, ჰერკულესის სვეტებს მიღმა. დღეს ეს მონაკვეთი ვიცით, როგორც გიბრალტარის სრუტე, მაგრამ რატომ ცხოვრობდა ასეთი განვითარებული და ძლიერი ცივილიზაცია მხოლოდ ამ კუნძულზე? პლატონი მათ ტერიტორიად მხოლოდ ამ კუნძულს ასახელებს. რატომ არ მოხდა მათ მიერ ამერიკის ან აფრიკის კოლონიზაცია? როგორც წყაროები ამტკიცებენ, ატლანტები უბადლო ზღვაოსნები იყვნენ და მათთვის ოკეანის გადაცურვა დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა. ვინც ძველი ცივილიზაციების ისტორიაში ჩახედული არის, იტყვის, რომ ატლანტებმა თავიანთი კვალი სხვა კონტინენტებზეც დადოვეს, რომ გიზის და მის გასწვრივ პარალელზე სხვადასხვა კონტინენტებზე მდებარე პირამიდები სწორედ მათ მიერ არის აშენებული, მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია. შესაძლებელია, ატლანტები კიდეც სტუმრობდნენ აფრიკის კონტინენტს და მისი დამპყრობაც კი უცდიათ, მაგრამ პირამიდები მათი აშენებული არ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, მათთვის ყველაფრის მიწერა შეიძლება, რაც ჩვენთვის უცნობი ტექნოლოგიით არის გაკეთებული, მაგრამ მტკიცებულებები არ არსებობს. პირამიდების მშენებლობა ატლანტებს ტუაიოს კრისტალის გამო დაუკავშირეს. ტუაიოს ლინგვისტური პარალელები აქვს მაიას, აცტეკების და შუმერების ენებთან და ითარგმნება როგორც ცეცხლმოკიდებული ან ალმოდებული ქვა. ეს კრისტალი ატლანტიდაზე პირამიდის ფორმის ტაძრის თავზე იყო მოთავსებული და ის ენერგიის დასაგროვებლად გამოიყენებოდა. კრისტალი ენერგიას მზის, ვარსკვლავების და მიწის სიღრმიდან იღებდა. მისი ზედა ნაწილი დაგროვილი ენერგიის ინდიკატორიც იყო. რაც უფრო ძლიერ ანათებდა, მით უფრო მეტი ენერგია იყო ბატარეაში. შესაძლებელია ეს უკანასკნელი მიწის ქვეშ იყო მოთავსებული. მისი მეთქმით, კრისტალში ისეთი რაოდენობის ენერგიის დაგროვება შეიძლებოდა, რომ შეეძლო მთელი კუნძულის განადგურება და არა მარტო კუნძულის. მისი მსგავსი შედარებით პატარა კრისტალი ჩინეთში მდებარე თეთრ პირამიდაზე აღმოაჩინეს და დედამიწაზე არსებული ყველა პირამიდის მშენებლობა ატლანტებს მიაწერეს. დღემდე ამტკიცებენ, რომ პირამიდები ატლანტებმა ააშენეს, მაგრამ კიდევ არსებობს სხვა ცოდნები, რომელთა მიხედვითაც ეს ასე არ არის, რადგან პირამიდები უფრო ადრე აშენდა, ვიდრე ატლანტიდა. აქამდე ფიქრობდნენ, რომ პირამიდები ლომის ეპოქის დასაწყისში 12000 წლის წინ არის აშენებული. ეს თარიღი მეცნიერება სფინქსის მდებარეობის მიხედვით განსაზღვრეს, მაგრამ დამატებითი კვლევების ჩატარების შემდეგ დადგინდა, რომ სფინქსს კავშირი არ აქვს პირამიდებთან და ის უფრო გვიან არის გაკეთებული. გამოდის, რომ ჩვენ ზერამდე 10000 წლის წინ სფინქსი შექმნეს და არა პირამიდები. რაც შეეხება ატლანტიდის მშენებლობას, ის წარღვნის შემდეგ ძველი წელთაღრიცხვის 10963 წელს დაიწყო. კიდევ ერთი მეტაფიზიკური ვარაუდით, პირამიდების მშენებლობის დროს დედამიწაზე გრავიტაციული ძალის გათიშვის შესაძლებლობა არსებობდა და ასეთ პირობებში 2.5-დან 80 ტონამდე მასის მქონე ქვების გადაადგილება პრობლემას აღარ წარმოადგენდა. ანუ ამ გაგებით უწონობის პირობებში აშენდა პირამიდები და არა მონური შრომის გამოყენებით, როგორც ამას ეგვიპტოლოგები ამტკიცებენ. და აქ ისმის კითხვა, როგორ გაჩნდა ანტიგრავიტაციული იარაღი დედამიწაზე? ამ კითხვაზე პასუხისგაცემა შუმერებს შეუძლიათ, რომლებიც დღეს ცნობილი ძველი სახელმწიფოებიდან ყველაზე უძველესში, შუამდინარეთის ქალაქ-სახელმწიფოებში ცხოვრობდნენ. როგორც თავად შუმერები გვატყობინებენ, მათი სახელმწიფო ანუნაკების, იგივე ზეციდან მოსულების, აქადების და ასირიელების ღმერთების მიერ იყო დაარსებული. შუმერების ღმერთების პანთეონში 12 ღმერთია, მათ შორის ყველაზე მთავარი ღმერთი ანუ და მისი ორი ვაჟი ენლილი და ენკი, ეა არიან. ღმერთების ბერძნულ პანთეონშიც 12 ღმერთი არის. ყველაზე მთავარი ბერძნებისთვის ზევსი და მისი ორი შვილი, აიდი და პოსეიდონი იყვნენ. ესე იგი, ორ სხვადასხვა პანთეონში სათავეში 3 ერთნაირი ღმერთი არის. შუმერული ცივილიზაციის აყვავების პერიოდი ძველი წელთაღრიცხვის 4000-2000 წლებში იყო. ხოლო ძველი ბერძნული სახელმწიფოს ჩასახვა ძველი წელთაღრიცხვის 2500-3000 წლებში მოხდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილი აქვს მემკვიდრეობითობას და თუ შუმერებისათვის ხსენებული ღმერთები რეალურად არსებობდნენ, ბერძნებისათვის ისინი უკვე მითიურები იყვნენ. ბერძნებმა შუმერების ღმერთები აღიარეს და სახელები შეუცვალეს. ანუ გახდა ზევსი, ენლილი აიდი, ენკი ეა, პოსეიდონი. პლატონი ნაშრომში კრიტია წერს, ღმერთები შეიკრიბნენ და მთელი დედამიწა გაიყვეს.
პოსეიდონს კუნძული ატლანტიდა ერგოდა, რადგან პოსეიდონი და ენკი ერთი ღმერთია. გამოდის, რომ ენკიმ, ეამ, შუა ოკეანეში მდებარე კუნძული მიიღო საკუთრებაში. იმ დროს კუნძული უკაცრიელი იყო, მაგრამ მასზე დამანული იყო ანუნაკების იარაღი, რომელიც იქ მათი დედამიწაზე ჩამოსვლის პერიოდიდან ინახებოდა. ეს იარაღი იმდენად ძლიერი და სახიფათო იყო, რომ მისი გამოყენება მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევების დროს შეიძლებოდა. სწორედ ასეთი იარაღით გაარღვიეს ასტეროიდების საზღვარი ანუნაკებმა, როდესაც დედამიწისკენ მოდიოდნენ ძველი წელთაღრიცხვის 455,000 წელს. ანუნაკები დედამიწაზე პლანეტა ნიბირუდან ჩამოვიდნენ და სარაკეტო დანადგარი, ატომური და ბირთვული ბომბებით და გრავიტაციული იარაღი შუა ოკეანეში მდებარე კუნძულზე დამალეს. ეს კუნძული მესოპოტამიიდან არც თუ ისე შორს მდებარეობდა და კარგი ორიენტირიც იყო. მას შემდეგ, რაც პოსეიდონმა ატლანტიდა მიიღო, დაასახლა თავისი შვილებით, რომლებიც მოკვდავი ქალისგან შეეძინა, წერდა პლატონი. შუმერული ჩანაწერები და კი ირკვევა, რომ ანუნაკები დედამიწელებზე ქორწინდებოდნენ და ენკი ბერძნული წოდებით პოსეიდონი. ამ მხრივ გამონაკლისი არ ყოფილა. ღმერთებსა და ადამიანებს შორის ქორწინება კანონიერად არ ითვლებოდა, მაგრამ არც იგმობოდა. ასეთი ქორწინების შედეგად იბადებოდნენ ნახევრად ღმერთები, რომლებიც ღმერთებს დედამიწელებთან კონტაქტის დამყარებაში ეხმარებოდნენ. როგორც პლატონი წერს, პოსეიდონს დედამიწელი კლეიტონისგან 10 ვაჟი შეეძინა, 5ჯერ ტყუპები და როდესაც ბიჭები გაიზარდნენ, მან რაზმი შექმნა კუნძულზე დამალული იარაღის დასაცავად. თანდათანობით ატლანტიდაზე ადამიანები ჩადიოდნენ და თავდაცვის რაზმებში წევრიანდებოდნენ. კუნძულზე აგებდნენ დამცავ კედლებს, განყავდათ არხები და პარალელურად ეკონომიკაც ვითარდებოდა. დროთა განმავლობაში ატლანტიდამ ისეთი სახე მიიღო, როგორადაც პლატონი აღწერდა თავის დიალოგებში. ქალაქის სახელმწიფო დიდი პორტებით, რომლებშიც დიდი სავაჭრო გემები შედიოდნენ. პლატონის ნაშრომების კითხვისას ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ატლანტიდა ძველი წელთაღრიცხვის 9645 წელს დაიღუპა, წარღვნის შედეგად. როგორც მეცნიერებმა ბოლოდროინდელი კვლევების შედეგად დაადგინეს, წარღვნა ჩვენს ერამდე 10963 წელს მოხდა, ხოლო ატლანტიდა უფრო გვიან დაიღუპა. რადგან პლატონი ყვებოდა, რომ ატლანტიდაზე სავაჭრო გემები შედიოდნენ, სავარაუდოდ მასზე 2-3 მილიონი კაცი უნდა ყოფილიყო. როგორც მეცნიერებმა გამოთვალეს ატლანტიდის მოსახლეობას, ამ რაოდენობისათვის რომ მიეღწია მინიმუმ 2000 წელი იყო საჭირო და ის ხმელთაშუა ზღვის პირეთის ქვეყნებთან, რაშიც სამხრეთ ევროპა და ჩრდილოეთ აფრიკა იგულისხმება, დაპირისპირების დროს დაიღუპა. პლატონი სწორედ ამ ბრძოლაზე საუბრობს, როდესაც ამბობს და ეს უდიდესი ძალა დაუპირისპირდა სრუტის აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებს, მაგრამ ის არაფერს ამბობს დაპირისპირების მიზეზზე, იმაზე თუ რამ გამოიწვია ომი, რომელმაც დაღუპა ატლანტიდა. ის წერს და აი ზევსმა დაინახა რა საფრთხე, რომელიც ატლანტიდიდან მოდიოდა, შეკრიბა ღმერთები და მათ მიმართა. ცოდვა ჩაიდინეს და დამსახურების მიხედვით უნდა მიეწყოთ. იმ პერიოდში ომები ჩვეულებრივი მოვლენა იყო და მხოლოდ ომის გამო არ დასჯიდნენ მთელ ცივილიზაციას. იმის გასარკვევად თუ რა მოხდა სინამდვილეში, უკან უნდა დაუბრუნდეთ ძველ ეგვიპტეში, მესოპოტამიაში და კიდევ უფრო შორეულ წარსულში. დედამიწის კოლონიზაციის მომენტიდან, როდესაც ყველაზე დიდმა ღმერთმა, ანუ იგივე ზევსმა, ბერძნული მითოლოგიით, შვილებს შორის უფლებამოსილება გაანაწილა. უფროს ვაჟს, ენლის, მესოპოტამია და დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფერო მისცა სამართავად, ხოლო უმცროს ენკის სამხრეთ ნახევარსფერო, როგორც თავად ამბობდა, ცხელი აფრიკა და წყალი. ამის გარდა, მას პლანეტაზე ინფრასტრუქტურის მოწყობაც დაევალა. ენკი ამის გამო თავს დაჩაგრულად გრძნობდა და დაიწყო დაპირისპირება ძმებს შორის. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, მასში პირამიდების მშენებლობა იგულისხმებოდა და უკმაყოფილების მიუხედავად ენკიმ მასზე დაგესწრებული მოვალეობა შეასრულა. ანუ პირამიდები ენკიმ ააშენა და არა ატლანტებმა. მართალია მანვე ააშენა ატლანტიდა, მაგრამ ეს მოგვიანებით მოხდა. როგორც აღმოჩნდა, პირამიდების 4 კომპლექსი თანაბარი მანძილით არის დაშორებული ჩრდილო მაგნიტური პოლუსიდან და ერთმანეთისგანაც. თუმცა რისთვის იყო დაცული ასეთი სიზუსტე, ჯერჯერობით ადგენილი არ არის. ერთი მოსაზრებით, სავარაუდოდ პირამიდები საჰაერო სანავიგაციო სარტყელს ქმნიდნენ, რომელზეც მფრინავი ობიექტები მოძრაობდნენ. სავარაუდოდ წარღვნაც, რომელიც ბიბლიაში არის აღწერილი, ძმებს შორის არსებული დაპირისპირების შედეგი იყო. როგორც მკვლევარები ვარაუდობენ, წარღვნა დედამიწაზე ენლილის კლანმა მოაწყო, ხოლო მარდუკმა გაიგო მოსალონელი სტიქიის შესახებ და ხალხი ნოეს მეშვეობით გააფრთხილა. კლანებს შორის დაპირისპირების უკანასკნელი ფაზა საბედისწერო აღმოჩნდა ატლანტებისთვის. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ დიმუსს თავისი ბიძაშვილის შვილი ინანი შეუყვარდა. ამ ქორწინებას ოჯახებს შორის არსებული კონფლიქტი უნდა მოეგვარებინა, ხოლო მათი შვილი დედამიწის ერთპიროვნული მმართველი გახდებოდა.
ატლანტები კუნძულზე დაბრუნდნენ და თავდასხმისთვის მოემზადნენ, რადგან იცოდნენ, რომ მარდუკის ყველა მომხრეს რეპრესიები ელოდა. თავად მარდუკი პირამიდაში გამოამწყვდეს და ინანის მომხრეებმა გეზი ატლანტიდისკენ აიღეს. კუნძულზე არსებული კრისტალი ტუაიო ბევრად უფრო ძლიერი იყო ვიდრე დიდი პირამიდის კრისტალი. მისი გამოყენების შემთხვევაში ენკის კლანი გაიმარჯვებდა, მაგრამ სავარაუდოდ დედამიწა დაიღუპებოდა და ამის შესახებ იცოდა ენკი. კრისტალის გარდა კუნძულზე გრავიტაციული რაკეტაც იყო, რომელიც ამ ცოდნისა თუ თეორიის მომხრეთა აზრით ორპოლუსიანი ბატარიის მსგავსად იყო მოწყობილი და მისი ერთი ბოლო მზის ენერგიით იყო დადენილი, ხოლო მეორე მიწის. როგორ იმართებოდა ეს მოწყობილობა უცნობია, მაგრამ ცნობილია მისი აფეთქების შედეგი. კუნძული და ქალაქი ატლანტიდა გაქრა. მოხდა სივრცითის სინგულაცია. მატერია ანტიმატერიად გადაიქცა და კუნძულის ადგილზე შავი ხვრელი გაჩნდა, ისეთი როგორიც ვარსკვლავის აფეთქების შემდეგ ჩნდება. ამის გამო ძალიან ხშირად სვამენ კითხვას, არსებობდა კი ატლანტიდა, რომელზეც კითხვითვე შეიძლება პასუხის გაცემა. რატომ დაერქვა ატლანტიკის ოკეანეს ეს სახელი? ეტიმოლოგიურად ეს სიტყვა არც ერთ ძველ ენას არ უკავშირდება. ამრიგად ატლანტიდამ დაახლოებით 2000 წლის მანძილზე იარსება. ძველი წელთაღრიცხვის 1963-8660 წლებში და უკვალოდ გაქრა. და კიდევ, პლატონმა ატლანტიდის შესახებ მას შემდეგ დაწერა, რაც ეგვიპტეში იმოგზაურა, ხოლო ჩვენამდე მოსული ინფორმაციის თანახმად, ქალაქ საიში ერთ-ერთი აზრის უზარმაზარ სვეტებზე იეროგლიფებით ამოტვიფრული იყო ისტორია ატლანტიდის შესახებ. ატლანტიდის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ეგვიპტიდან მოდის. ამის მიზეზი ის არის, რომ ქალაქ საისის მრავალრიცხოვან ტაძრებს საუკუნეების მანძილზე ქურუმები იცავდნენ, რადგან სწამდათ, რომ მთელი სიბრძნე და მთელი ცოდნა, რაც გააჩნდათ, ღმერთებმა მისცეს მათი ცივილიზაციის ჩასახვის საწყის ეტაპზე. ძველ ეგვიპტეში ყველაზე დიდი ღმერთი რა იყო, რომელიც შუმერული ღმერთების პანთეონში მარდუის სახელით არის ცნობილი. ეს რაც შეეხებოდა უშუალო ჰიპოთეტურ ისტორიებს ატლანტიდასა და მის არსებობა გაქრობაზე. ახლა კი ვისაუბრებ ატლანტიდასთან დაკავშირებულ სავარაუდო მტკიცებულებებზე, რომელიც გარკვეული არტეფაქტების აღმოჩენით არის განმტკიცებული. არქეოლოგები და სხვა მკვლევარები საუკუნეების მანძილზე ცდილობდნენ ლეგენდარული ატლანტიდის კვალის აღმოჩენას. ერთი რამ ცხადია, ოდესღაც ძლიერი სახელმწიფო დღეს მსოფლიო ოკეანის წყლებშია დამალული. ზოგი თვლის, რომ ის კუბის ან ანტარქტიდის აკვატორიაშია. არსებობს ასევე ჰიპოთეზა, რომ ატლანტიდა აფრიკის კონტინენტზე იყო. ანუ სიავრცელია და რთულია ერთადერთი და სწორი ადგილის გარჩევა. წარსულში, როცა მყინთავებს ჯერ კიდევ უზარმაზარი სკაფანდრები ეცვათ და ჟანგბადს მასთან დაკავშირებული მილებით იხებდნენ. ფლორიდის სანაპიროსთან საინტერესო აღმოჩენები გაკეთდა. მათ 15,000 აღმოაჩინეს, რომელიც მარჯნებით, ღრუბლებით და ზღვის ფაუნის სხვა წარმომადგენლების დიდი ფენით იყო დაფარული. ექსპერტები აღმოჩენის შესწავლას ცდილობდნენ, მაგრამ არტეფაქტების შეფასებაში სირთულეებს წააწყდნენ. პრობლემა ის იყო, რომ მათზე გამოსახული სიმბოლოები არც ერთ ცნობილ ენას არ ეკუთვნოდა. თასები ასობით პროფესორმა, ისტორიკოსმა, არქეოლოგმა და სიძველეების ექსპერტებმა გამოიკვლია, მაგრამ ვერავინ შეძლო იმის ახსნა, ვინ და როდის შექმნა ისინი და როგორ აღმოჩნდა ფლორიდის სანაპიროზე. თითქმის 90 წელი გავიდა, ვიდრე არტეფაქტებამდე თანამედროვე სპეციალისტები მივიდნენ. თავდაპირველად ითვლებოდა, რომ თასები მაიას ან ოლმეკების მიერ იყო შექმნილი, მაგრამ ნაკეთობის დათარიღება მკვლევარების ჩიხში შეიყვანა. აღმოჩნდა, რომ არტეფაქტების ასაკი 6,500 წელია. იმ დროს კი არც მაია და არც ოლმეკები ჯერ არ იყვნენ. აქ ისმის კითხვა, ვინ თუ არა ისინი. და მაშინ საინტერესო ჰიპოთეზა გაჩნდა. თასები შესაძლოა ატლანტებს ეკუთვნოდათ, რომლებიც საკუთარი ქვეყნის კატასტროფას გადაურჩნენ და ამერიკის ტერიტორიაზე დასახლდნენ. მათ რა თქმა უნდა, თან საყოფაცხოვრებო ნივთებიც ჩაიტანეს და რამდენიმე დასახლება შექმნეს. ახალი ადამიანების გამოჩენა ადგილობრივებისათვის შეუმჩნეველი არ დარჩებოდა. და მათი ურთიერთობა ორი სცენარით შეიძლება წარმართულიყო. პირველი, ატლანტებთან მეგობრობა და ინდიელებთან ასიმილაცია და მეორე, სისხლისღვრა და ატლანტების განადგურება. მეცნიერები პირველ სცენარს ემხრობიან და სავარაუდოდ სწორედ ასე მიიღეს ოლმეკებმა ცოდნა, რომელიც დღეს გვაოცებს და არტეფაქტები ლეგენდარული ატლანტიდიდან, ასე რომ ოლმეკები შესაძლოა ნაწილობრივ ატლანტების შთამომავლებიც ყოფილიყვნენ. როგორც შედეგი, ფლორიდის სანაპიროზე აღმოჩენილი თასები რეალურად ატლანტიდაში იყო შექმნილი და სამეცნიერო სამყარომ სავარაუდოდ მისი წერილობითი ნიმუშები პირველად მიიღო. ორი ქალკუმი იდუმალი ლითონია, რომლის შესახებ ინფორმაცია არაერთ ძველ ბერძნულ წყაროშია. ბერძნები ამტკიცებდნენ, რომ ამ ლითონს ატლანტები იყენებდნენ. ჩვენამდე მოღწეული უძველესი წყარო, რომელშიც ორი ქალკუმია ნახსენები, ძველი წელთაღრიცხვის
მე-7 საუკუნეს ჰესიოდეს ნაწარმოებია. მაშინ ნათქვამია, რომ ჰერაკლეს ფარი სწორედ ამ ლითონისგან იყო გაკეთებული, ხოლო აფროდიტეს კულულები ფერით მას ორი ქალკუმს ახსენებდა. ორი ქალკუმის მისტიკურ კონტექსტში ხშირად ხსენების მიუხედავად, მეცნიერები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ეს ლითონი რეალურად არსებობდა და მისგან ხშირად რელიგიური კულტის საგნებს ამზადებდნენ და ძალიან ძვირი ღირდა. ასე რომ ეს იშვიათი და უძველესი ლითონი ხელმისაწვდომი მხოლოდ რჩეულთათვის იყო. 10 წელს წინ კი მეცნიერებმა ამ უნიკალური ლითონის შემადგენლობა დაადგინეს. ანტიკური ისტორიკოსები საკუთარ ნაშრომებში გემს ახსენებდნენ, რომელიც სიცილის სანაპიროსთან რეს უბეში ჩაიძირა. მათი მტკიცებით ბორცეც ორი ქალკუმი იყო, ხოლო ეს შემთხვევა ჩვენი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნის მეორე ნახევარში მოხდა. 2014 წელს სიცილის სანაპიროსთან მართლაც აღმოაჩინეს გემის ნამსხვრევები. გაირკვა, რომ მას სხვა საქონელთან ერთად ორი ქალკუმის ზოდების გადა ჰქონდა. ანალიზმა კი აჩვენა, რომ ეს თითქმის მითიური ლითონი, უმაღლესი ხარისხის თითბერი, ანუ ლატუნი იყო, რომელიც 75-80% სპილენძს და 15-20% თუთია შეიცავდა. ასევე მცირე რაოდენობით ნიკელს და რკინას. ამ შენადნობს უფრო მაღალი სიმტკიცე აქვს, ვიდრე მასში შემავალ ლითონებს, ხოლო მოყვითალო ფერის გამო მას მე-19 საუკუნის ოქროს ნაცვლადაც იყენებდნენ. ახლა კი იმ იდუმალი ცივილიზაციის კუთვნილ არტეფაქტზე ვისაუბრებ, რომელმაც სავარაუდოდ დასაბამი ამერიკის უძველეს ცივილიზაციებს მისცა. 1976 წელს ვინსენტ მანსტრომმა და მისმა თანაშემწემ პოლ დანმა გვატემალაში უცნაური ქვის არტეფაქტი აღმოაჩინეს, რომელიც კომპასის ისარს ჭეშმარიტი ჩრდილოეთის მიმართულებიდან ხრიდა და თავისკენ მიმართავდა. კვლევამ აჩვენა, რომ ქვის მაგნიტური ძალა გაცილებით ძლიერი იყო, ვიდრე დედამიწის მაგნიტური ბელი. ამის გარდა ცნობილი გახდა, რომ ეს არტეფაქტი ოლმეკებს ეკუთვნოდათ. მაიას და აცტეკების იმპერიების წინამორბედმა ოლმეკებმა თავის დროზე მეტად მოწინავე ცივილიზაცია შექმნეს. მათ ამის საშუალება გეოლოგიურ სფეროს მეტად საფუძვლიანმა ცოდნამ მისცა. იმის ნათელ მაგალითს, რომ ამ იდუმალმა ცივილიზაციამ გარკვეული რეგიონის ტერაფორმირება მოახდინა. სან ლორენცოს პლატო წარმოადგენს მექსიკაში, რომელიც უძველესი დროის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან არქიტექტურულ პროექტად ითვლება. მთელი რეგიონის სახეცვლილება ძველი ოლმეკების გემოვნებით მოხდა. ეს პროექტი ტონობით მიწის და ქვის გატანას მოიცავდა, რამაც შემდგომში მათ გიგანტური ტერასების, კედლების და ძეგლების შექმნის საშუალება მისცა. ახლა საკითხავია, თუ როგორ შეძლო იმ დროს ადამიანმა ამდენი. ოლმეკები სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე ძველი წელთაღრიცხვის მე-16-მეორე საუკუნეში ცხოვრობდნენ და როგორც კვლევებით დგინდება, მათი ცივილიზაცია თავდაპირველად მექსიკის აღმოსავლეთ ნაწილში, ამჟამინდელი მექსიკის, ვერაკრუსის და ტაბასკოს შტატებში ჩაისახა, მოგვიანებით კი სალვადორსა და გვატემალაში გავრცელდა. სახელი ოლმეკები ითარგმნება როგორც კაუჩუკის ხალხი. ასეთი სახელი მათ აცტეკებმა ოლმეკების მშობლიური რეგიონის მიხედვით შეარქვეს, სადაც ბევრი კაუჩუკის მცენარე იზრდებოდა. ოლმეკებმა თავიანთ პირველ დასახლებას ტამუანჩანი უწოდეს, რაც სიტყვასიტყვით ჩვენ ვეძებთ ჩვენს სახლს ნიშნავს. ოლმეკების ძირითადი საქმიანობა სოფლის მეურნეობას უკავშირდებოდა. კერძოდ მოყავდათ სიმინდი და ასევე დაკავებულნი იყვნენ თევზ ჭერითაც. ითვლება, რომ ოლმეკებმა კოლუმბიამდელ ამერიკაში პირველი ცივილიზაცია შექმნეს, რომელმაც დასაბამი ყველა დანარჩენ კულტურას მისცა. ამ მიზეზით ლათინურ ამერიკაში ოლმეკის კულტურას დედობრივს უწოდებენ. ოლმეკებმა პირველი წერილობითი იეროგლიფური სისტემა გამოიგონეს, იმის მაგვარი, რაც მოგვიანებით მაიას ჰქონდა, ისწავლეს დროის და წლიური ციკლების გამოთვლა. ამ ხალხმა მექსიკის ტერიტორიაზე პირველი უძველესი ქალაქების მშენებლობა 3400 წლის წინ დაიწყო. ოლმეკის კულტურის სპეციფიკური მახასიათებელი ბაზალტის გიგანტური თავებია. სულ ნაპოვნია 17 თავი, რომლის სიმაღლე 117-დან 340 სანტიმეტრამდეა. გარშემოწერილობა 7 მეტრი, ხოლო მასა 30 ტონა. არც ერთი თავი არ მეორდება. თითოეულ მათგანს ნეგროიდის ტიპის ინდივიდუალური მახასიათებლები აქვს. ამ მიზეზით ბევრი მეცნიერი თვლის, რომ ოლმეკების შესაძლოა ამერიკაში აფრიკის კონტინენტიდან ჩასულიყვნენ. არქეოლოგების და ეთნოლოგების მიერ ოლმეკების ყოფილ დასახლებაში საინტერესო სათამაშო იქნა აღმოჩენილი. ეს იყო ბორბლებიანი ძაღლი, რაც იმას ნიშნავს, რომ გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ თითქოს ცენტრალური ამერიკის ხალხებმა ბორბლის დამზადება არ იცოდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება. აღმოჩნდა, რომ ისინი ბორბალსაც იცნობდნენ და კომპასიც მათ გამოიგონეს. და არა ჩინელებმა, როგორც მეცნიერები დღემდე ამტკიცებენ. ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ჩინეთში ორიენტირებისთვის განკუთვნილი ხელსაწყო გამოჩნდებოდა. 100 BCE, the site of San Lorenzo displays evidence of systematic destruction. 100 BCE, the site of San Lorenzo displays evidence of systematic destruction. ოლმეკებს მსუქნები ჰქონდათ. არსებული ინფორმაციის თანახმად, ჩინელებმა კომპასი ძველი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნეში შექმნეს.
ოლმეკური ფიგურები იყო დიდი ბურთისებური სხეული, ასევე დაბრტყელებული ბურთისებური თავით. ამ ფიგურების შექმნის ოფიციალური თარიღი ძველი წელთაღრიცხვის 1505 წლებს შორის მერყეობს. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ფიგურები მიწაში იყო ჩამარხული. ამასთან ეტყობოდა, რომ სხვადასხვა ადგილიდან იყო გადმოტანილი. ამ არტეფაქტების აღმოჩენა სრულიად შემთხვევით მიწის სამუშაოებისას მოხდა. შემდგომმა კვლევამ აჩვენა, რომ ფიგურების კონკრეტულ ადგილებში განთავსებას თავისი მიზეზი ჰქონდა. მაგნიტური მსუქნები გამოკვეთილია მაგნეტიტისგან, რომელიც რკინის მაგნის ერთ-ერთი სახეობაა. მაგრამ მაგნეტიტის ქვების მხოლოდ მცირე პროცენტია მაგნიტი. გეოლოგებს ბოლომდე არ ესმით თუ როგორ მოხდა ამ ქვების დამაგნიტება. მეცნიერებმა მხოლოდ ის გაარკვიეს, რომ ამ ფიგურების მაგნიტური ძალა გაცილებით ძლიერია, ვიდრე დედამიწის მაგნიტური ბელი. როდესაც ფიგურას კომპას უახლოებდნენ, მისი ისარი მიმართულებას მკვეთრად იცვლიდა და ჩრდილოეთის ნაცვლად ქვის მიმართულებას აჩვენებდა. ქვა, რომლისგანაც ისინი შექმნეს ბუნებრივი მაგნიტია და როგორც ნებისმიერ მაგნიტს, მას შეუძლია რკინის შემცველი ნებისმიერი ნივთი მიიზიდოს ან განიზიდოს. არსებობს ვარაუდი, რომ ოლმეკების ცივილიზაცია ატლანტების ცივილიზაციის ნაწილი იყო, რომელმაც მომხდარი კატასტროფის და კუნძულის ჩაძირვის შემდეგ თავშესაფარი სამხრეთ ამერიკაში იპოვა. ეს მაგნიტები კი მათი ჩაძირული სამშობლოს ატლანტიდის ადგილმდებარეობაზე მიუთითებდნენ. ახლა ეს არის გასარკვევი თუ რა მიმართულებას აჩვენებდა თითოეული ქანდაკება, ვიდრე მისი ადგილიდან წამოღება და ჩამარხვა მოხდებოდა. რადგან მხოლოდ მას, ვისაც ჰემატიტის კომპასი ჰქონდა, იცოდა თუ როგორ უნდა მისულიყო ერთი მსუქნიდან მეორემდე და ასე საიდუმლოს გზის ბოლომდე. ატლანტიდის ცივილიზაციაზე უკვე იმდენ ეპიზოდში ვისაუბრე, რომ კარგა ხანს ამ ჰიპოთეტურ, თუმცა რეალობისგან არცისე მოწყვეტილ სამყაროზე ეპიზოდის მომზადებას აღარ ვაპირებ. თუმცა უამრავია სასაუბრო სხვა ცივილიზაციებზე, უამრავ არტეფაქტსა და აღმოჩენაზე, რომელიც თანდათან ცხადი ხდება. და მეცნიერებას უჭირს უკვე უარის თქმა იმ დიად და ბობოქარ წარსულზე, რომელმაც სავარაუდოდ საფუძველი დაუდო ჩვენს დღევანდელ ცივილიზაციას, რომელიც შეიძლება ყველაზე მაღალ ტექნოლოგიური და განვითარებული სულაც არ იყოს, დედამიწაზე არსებულ უძველეს ცივილიზაციათა შორის და კვალზე. იმისთვის, რომ შემჩნდეს ენთუზიაზმი და ინტერესი ამ პროექტის გაგრძელებისა და არსებობისათვის, ვთხოვ, რომ გამოიწერო კოდის YouTube არხი. გამოხატე რეაქცია და შენი აზრი ამ და სხვა ეპიზოდებზე და გამოვყევით სხვა სოციალური მედიის პლატფორმებზეც. მადლობა.